დღეს ჩვენ სამი ორგანიზაცია გავერთიანდით სამი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის გავერთიანდით ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული მოქალაქეების საქმეებთან დაკავშირებით. ეს საქმეები სხვადასხვა სპეციფიკისაა, თუმცა გარკვეულწილად მათ აერთიანებს ის გარემოებები, რომ ამ ადამიანების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან ხორციელდება სხვადასხვა სახით შევიწროება, დევნა და ამავე დროს ადგილი ჰქონდა გაუჩინარების ფაქტს ერთ-ერთ მოქალაქესთან დაკავშირებით და ეს გაუჩინარების ფაქტი დღემდე არ არის გამოძიებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სამი საქმე წარმოდგენილი თითოეულ ორგანიზაციას თავთავისი შესაბამისად იმ მიმართვაში რასაც ჩვენ გავავრცელებთ ადამიანის უფლებათა ცენტრი და ყოფილი პოლიტპატიმრები უშუალოდ ჩვენს кейსებთან დაკავშირებით ეს საქმეები არის ცოტა დიდი ხნის ისტორია აქვს ამ საქმეებს და ჩვენ შევჯერდით პოზიციებზე და საერთო მიმართვა გავავრცელებთ, ხოლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმე შედარებით ახალი არის ამ თვალსაზრისით და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცალკე წარმოგიდგენ თვითონ ამ საქმის გარემოებებთან საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს, თუმცა ჩვენი პოზიციები იგივე საიხალ მუზეების საქმესთან დაკავშირებით ასევე თან ხვდება და ზოგადი შეფასებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეწყდეს საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან უკანონოდ და პროცესუალ ნორმების დარღვევით ადამიანების დევნა, ასევე განსაკუთრებით შემაშფოთებელად რომ საქართველოს მოქალაქეს, ანუ საიხალ მუზეუმი არის საქართველოს მოქალაქე, დაუსაბუთებლად ეუბნებიან უარს, რომ გაემგზავროს სასწავლებლად საზღვარგარეთ, არანაირ არგუმენტს არ ამბობენ თუ რატო უზღუდავენ მას ამ უფლებას, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, რაც შეეხება მაგომედოვს, რომელსაც უშუალოდ ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს, მას ჰქონდა ტოლვილი სტატუსი და ეს ტოლვილი სტატუსი მას საერთაშორისო დონეზე იცავს, მიუხედავად ამისა, მან ეს ადამიანი ფაქტობრივად დადასტურებული ინფორმაციით აღმოჩნდა რუსეთის ციხეში. 1 წლის წინ ის გაუჩინარდა, ამ გაუჩინარების შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ საქმის გამოძიება თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა საზღვარი გადაკვეთა თუ არა რაიმე ფორმით. ამაზე არანაირი რეაგირება არ მოხდა და მოულოდნელად ვიგებთ მისი ახლობლებისგან ინფორმაციას, რომ ის ამჟამად იმყოფება რუსეთის ციხეში. მე კონკრეტულად ვისაუბრებ მაგომედოვის საქმეზე, ვინაიდან წარმოვადგენ ადამიანის უფლებათა ცენტრს და უშუალოდ ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა მაგომედოვს, დანარჩენ ორ საქმეზე უშუალოდ ჩემი კოლეგები მოგახსენებენ ზუსტად. მაგომედოვმა 2012 წელს გადმოკვეთა საზღვარი დაღესტნიდან და ის 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა პანკისის ხეობაში ისე რომ მას არანაირი პრობლემა არ შექმნია პირიქით ის კოდტაზვერის მაღალჩინოსნებთან რეგიონალურ წარმომადგენლებთან იყო ურთიერთობაში და მათ იცოდნენ რომ ის პანკის ხეობაში ცხოვრობდა მოულოდნელად წლის ბოლოს 2012 წლის დასასრულს ის დააკავეს მიქაელ კადიევთან ერთად ბათუმში და ეტაპირების დროს მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ თვითონ მიკაელ კადიევი გაუჩინარდა, ანუ დეტალები ჩემთვის უცნობია, ის გაიქცა, გაუშვეს თუ როგორ მოხდა, მაგრამ თვითონ მაგომედოვი ჩამოიყვანეს თბილისში და ამ შემთხვევაში ჩაერთო ადამიანის უფლებათა ცენტრი, როგორც მისი დამცველი საქმეში, ჩვენ თელ რიგ ანუ იმ თვითონ საქმესთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან bis გარდა ასევე მოვითხოვეთ მისთვის მიენიჭებინა საქართველოს ტოლთა სამინისტროს ტოლვის სტატუსი, რამდენადაც ის პრაქტიკულად იდევნებოდა რუსეთიდან განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული შეხედულებების გამო. ისე მოხდა, რომ 2013 წლის დასაწყისში მას შეეხო ამნისტია და ამნისტიის კანონის ძალით გათავისუფლდა რამდენადაც მუხლი
ბრალდებად ჰქონდა წაყენებული საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ეს მუხლი იქნა ამნისტირებული. შემდეგ, როდესაც გამოვიდა საპატიმროდან ის დაგვიკავშირდა ტელეფონით და გვითხრა, რომ მას საქართველოს ხელისუფლებამ მიანიჭა ტოლვილის სტატუსი და სწორედ იმ პერიოდში ცოტა ხანში ის მოულოდნელად გაუჩინარდა, ანუ მეჩეთში ლოცვის შემდეგ ის მოულოდნელად გაქრა. ამაზე ჩვენ ჩავატარეთ მაშინ პრესკონფერენცია, უშუალოდ მისი დედა იყო ჩამოსული და მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართად ხოვნით, რომ მოგვთარიყო მისი შვილის მოსაძებნად გატარებულიყო ქმედით ღონისძიებები და ის აპირებდა კიდეც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, თუმცა ალბათ ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მაგომედოვის თაობაზე არაფერი არ ისმოდა და მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ის იმყოფება რუსეთის ციხეში. ზოგადად შეფასება რო გავაკეთოთ, ეს არის ანუ ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს. ერთი, რაც წინა წლებშიც ხდებოდა, ანუ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში, როდესაც ქართული და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად არაფორმალურ ვითარებაში უჩინარდებოდნენ შილოკავკასიელი მოქალაქეები საქართველოსდან და ეს არის პრაქტიკულად დანაშაული, მით უმეტეს, როდესაც ტოლვილის სტატუსი ჰქონდა ამ ადამიანს და ტოლვილის სტატუსში ნიშნავს, რომ სწორედ იმიტომ ანიჭებს სახელმწიფო მას ამ სტატუსს, რომ ის უნდა იქნეს დაცული და მით უმეტეს, როდესაც ხდება, რომ ეს ადამიანი ისეთ ქვეყანაში აღმოჩნდა, საიდანაც სწორედ ემუქრებოდა ლიკვიდაციისა და წამების საფრთხე, ეს არის მართლაც გაუგონარი რამ და თუ კი ეს ვერსია არის სიმართლესთან ახლოს, რომ სწორედ არაფორმალური თანამშრომლობა გრძელდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების და შილოკავკასიელებს გადასცემენ ესე უკანონოდ არაფორმალურად რუსეთს, ეს არის მიუღებელი და ამას ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს და მოითხოვს, რომ მოხდეს გამოძიება, რათა დადგინდეს ქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი. მეორე შემთხვევა, მეორე ვერსია, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ თვითონ რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს იმდენი, რომ საქართველოში, თბილისში ეს ადამიანი გაიტაცეს დღისით ძისით და ისე მოხდა საზღვრის გადაკვეთა, ისე მოხდა ამ ადამიანის რაღაც მანქანაში ჩასმა, გამგზავრება და რუსეთში გადაყვანა, რომ საქართველოს სახელმწიფო ზოგადად არანაირად საქმის კურსში არ არის. ესეც ასევე რა თქმა უნდა საქართველოს როგორც სახელმწიფოს აკისრებს პასუხისმგებლობას და ვალდებული არიან საქართველოს სამართალდამცველები, ეს შემთხვევა მაგომედოვის ისტორია გამოიძიონ და დაადგინონ, როგორ მოხდა ის რუსეთის ციხეში, სადაც მას ემუქრება ლიკვიდაციისა და წამების საფრთხე. მოკლედ გავაკეთეთ მიკეილ ყადიევის საქმეზე შეფასებას. ეს არის გამოძიების საგანი და სამწუხაროდ თვითონ ეს кейსი მიგვანიშნებს, ამდენად ეს შემთხვევა მოხდა უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, ეს кейსი მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა ეს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება, მით უმეტეს დავძენ, რომ კონტრდაზვერის დეპარტამენტში კვლავ არიან იგივე თანამშრომლები, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, უბრალოდ თუ კი ისინი ადრე მოქმედებდნენ იგივე ნაციონალური მოძრაობის და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის ხარდაჭერით, ამჟამად ეს როლები შეიცვალა და ნაციონალური მოძრაობა ჩაადანცვლა ქართულმა ოცნებამ, ხოლო ექს-პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობა ჩაანაცვლა ახლანდელმა მთავრობამ. ამ მხრივ სამწუხაროა, რომ მიდგომები არ იცვლება და კონტრდაზვერის დეპარტამენტი აგრძელებს იგივე პოლიტიკას, რაც წინა წლებში იყო. მიქეილ ყადიევზე მოკლედ ვიტყვი, რამდენადაც მე თვითონ მაგომედ კი ანუ აქ არის საუბარი, რომ საერთაშორისო წითელი ჯვარმა დაადასტურა ოჯახთან საუბრისას, რომ ის მოინახულეს რუსეთის ერთ-ერთ ციხეში. შემდეგ ოჯახს ჰქონდა მცდელობა, რომ თვითონვე, ანუ დედას ჰქონდა მცდელობა, რომ თვითონვე ენახულა
პატიმარი, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ გამოდის. თუმცა მე იმიტომ ვთქვი, რომ პრაქტიკულად დადასტურებული ეს ინფორმაცია, რამდენადაც თვითონ წითელი ჯვრისგან ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან აქვს ოჯახს ეს ინფორმაცია, რომ ის იმყოფება რუსეთის ერთ-ერთ ციხეში. რაც შეეხება ოფიციალურად ჩვენი მხრიდან, ანუ საქართველოს მხრიდან ამის დადასტურება ცოტა რთული არის, რამდენადაც საქართველოს და რუსეთს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი და აქედან გამომდინარე რთულდება ამ ფაქტის დადასტურება, თუმცა ეს შეუძლებელი არ არის და ზუსტად საქართველოს ხელისუფლება, სამართალდამცველი ორგანოები არიან ვალდებულნი, რომ ეს ფაქტიც ასევე საბოლოოდ დაადასტურონ და გამოიკვლიონ თუ რატომ მოხდა, რომ ის არის ამჟამად რუსეთის ციხეში. მე ჩემს კოლეგებსაც მინდა გადავცე სიტყვა, ანუ მიქეილ კადიევთან დაკავშირებით უბრალოდ დავძენ, რომ აქ არის განსხვავებული ვითარება იმ თვალსაზრისით, რომ მიქეილ კადიევს კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაულში ედება ბრალი და ამაზე თუ როგორ ხდება ეს პროცესუალური ნორმების დარღვევით, როგორ დააკავეს ის, ამაზე ბატონი გელა გესაუბროთ, უბრალოდ აქ არის ერთი საფრთხე, რაზეც ადამიანის უფლებად ცენტრს უნდა რომ პოზიცია გამოხატოს, მიქეილ კადიევსაც ასევე ემუქრება საფრთხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინოს მისი ექსტრადიცია რუსეთში და ჩვენ მოუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რა ინფორმაცია აქვს მას, იძებნება თუ არა ის ინტერპოლი და რა დანაშაულებისთვის იძებნება, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებთ, რომ ამ ადამიანს ემუქრება რუსეთის ციხეში მოხვედრა, სადაც მას იგი დაექვემდებარება წამებას და შესაძლოა მოხდეს მისი ლიკვიდაციაც, აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს მისი დაცვა და ის არ უნდა გადასცენ რუსეთს. მე გავაგრძელებ მე გავაგრძელებ მიკაელ კადიევზე საუბარს, ეს არის ახალგაზრდა 22-23 წლის პიროვნება, რომელიც 2009 წლის შემდეგ, უბრალოდ 2010 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და იგი იყო სანამ ცხოვრობდა დაღესტანში, დაღესტნელია ეროვნებით და იგი, როდესაც ცხოვრობდა დაღესტანში, იყო სამოქალაქო აქტივისტი, იგი იყო არაერთი მიტინგის აქციის ორგანიზატორი, მონაწილეობდა აქტიურად, იბეჭდებოდა დაღესტნის პრესაში და იქ ცნობილი პიროვნებაა და სწორედ ამის გამო მას დაუწყეს დევნა რუსეთში და 2009 წლის 27 სექტემბერს არის მომხდარი მოსკოვში ერთ-ერთი მკვლელობა, რომლის გამოც მას წაუყენეს ბრალი, თითქოს იგი მონაწილეობდა ვიღაც ორ პირთან ერთად, სამი პირისადმი არის ჩადენილი ეს მკვლელობა, თუმცა არანაირი მტკიცებულებები მის მიმართ არ ქონიათ, უფრო მეტიც ჩვენ ალიბები შევაგროვეთ და მისმა წარმომადგენლებმა დაღესტანში არაერთი თითქმის 10-ზე მეტი ოფიციალური ცნობა წარმოადგინეს, რომ ის იმ დღეს იყო სამსახურში, როდესაც ეს მკვლელობა მოხდა 27 სექტემბერს, ხოლო 28 სექტემბერს მეორე დღეს ჰქონდა დაბადების დღე მას და იქ დაბადების დღეზე მთელი ბევრი ადამიანები იყვნენ ერთ სიტყვით, რომლებიც ამას ადასტურებენ, ანუ ფიზიკურად ის დაღესტანში იმყოფებოდა და ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამას. თუმცა, რადგანაც მას დევნა დაუწყეს, მან 2010 წლის მარტში ოფიციალურად, უпростоრად მარტში მასზე გამოაცხადეს ძებნა და რამდენად ფორმალური იყო ეს ამის თქმა მინდა. 2010 წლის აპრილში, ორი კვირის მერე მან ოფიციალურად ლეგალურად გადალახა რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარი. ეს პასპორტში ჩართული შტამპით მტკიცდება, ანუ ეს დევნა რომ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ამის შემდეგ იგი გადმოდის საქართველოში ასევე ლეგალურად და ის ცხოვრობს 2010 წლიდან საქართველოში, ის მოჭიდავეა ესე იგი სპორტსმენი და ის პერიოდულად დადიოდა ფალავანთა კლუბში, იქაც იცნობენ, ლუკა კურტაინძესაც იცნობდა და არანაირი დამალვის და ძებნის საფრთხე მას არ ქონია, მაგრამ როდესაც 2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ
მან იგრძნო რომ იქ ვიღაცებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ ვიღაც ჩეჩენი გადასცეს რუსეთს, ვიღაცაზე ძებნა გამოაცხადეს, ვიღაცას ემუქრება გადაცემა, მან გადაწყვიტა საქართველოს დატოვება და გაემგზავრა ბათუმში, თურქეთში უნდა გადასულიყო. იქ აი მაგომედოვი, რომელზეც ალეკო გესაუბრათ, მასთან ერთად იმყოფებოდა და იქ სწორედ ქუჩაში დააკავეს მაგომედოვი და კადიევი და მოყავდათ თბილისში. თან დააკავეს ძალიან არა ოფიციალურად, არამედ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა, არც იცოდა რისთვის და რატო, მოყავდათ თბილისში სხვადასხვა მანქანებით, გზიდან სადაც შეჩერდნენ ისინი კადიევმა მოახერხა გაქცევა გზიდან, 4 ტყვიაც ესროლეს და კინაღამ მოკლეს, მაგრამ ამის შემდეგ ის განაგრძობდა უკვე ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაში თბილისში ცხოვრებას და დაქირავებულ ბინაში იშვიათად გამოდიოდა ბინიდან. საქმე ისაა რომ პასპორტი ჩამოართვეს მას დაკავებისას და უპასპორტოდ ის ვეღარ გადალახავდა საზღვარს. იგი მიხვდა რომ სწორედ ეს მოტაცება იყო იმის მიზნით რომ რუსეთისთვის გადაეცათ, ვინაიდან ლეგალურად ოფიციალურად რუსეთს მას ვერ გადასცემდნენ, რადგანაც ეს სხვადასხვა კანონის და საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო. და აი მაგომედოვი როგორც ჩანს სწორედ ამიტომაც გაქრა ესე და გადასცეს. რაც შეეხება კადიევს 2013 წლის 13 ივნის ის და მასთან სტუმრად 2 დღის წინ სტუმრად ჩამოსული მისი ბიძაშვილი რიзвან ომაროვი შუაღამისას 4 საათზე შეეჭნენ სახლში პოლიციელი. უბრალოდ დაუკაკუნეს, მათ გაუღეს თავისუფლად კარი, არც პრობლემა ქონდათ, უფრო მეტიც, როდესაც იქ ნიღბიანების მოძრაობა დაინახეს, გამოიხედეს და რა ხდება უკითხეს, არაფერიო, წყნარად იყავითო. ანუ ამით რისი თქმა მინდა რომ თუ მათ სახლში იარაღი ქონდათ, მაშინ ესე თავისუფლად არ დაეკონტაქტებდნენ პოლიციელებს და პირველივე დაკაკუნებაზე, როდესაც კითხეს, ვინ ახართ, რა გინდათ, პოლიცია ვარ, თავისუფლად გაუღეს კარი და იმ ეგრევე დააწვინეს მიწაზე, სპეცრაზმელები შევარდნენ 1-5-10 წუთი ცალკე ყავდათ ხელბორკილი დადებული და თვითონ დადიოდნენ ოთახში და რაც უნდოდა და როგორც უნდოდა ისე მოაწყვეს. მატრასის ქვეშ ჩადეს პისტოლეტი, ხოლო ამ რიзвან ომაროვის ჩანთაში, რომელიც კარადაში იყო, ჩადეს ეგრეთ წოდებული რაღაც ფხვნილი, რომელიც მერე აღმოჩნდა ჰექსოგენის შემცველი ასაფეთქებელი ნივთიერება და მეორე დილითვე გაავრცელეს. ბატონო? ანაბეჭდები მე ეგეც მინდოდა მე თქვა რომ საქმე ის გახლავთ რომ ანაბეჭდები არათუ არ იპოვეს, არამედ არც ჩაუტარებია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, როდესაც სასამართლოზე იკითხებოდნენ მოწვევები, რატო არ ჩაატარეთ თქო. იარაღზეო არ რჩებაო ანაბეჭდიო, ასეთ სულელურ პასუხს მაძლევს გამომძიებელი და როდესაც ვკითხე, კარგი, იარაღზე არ რჩება და ჰექსოგენის შემცველი მფხვნილზე, რომელიც ცელოფანში იყო გახული, ცელოფანზე ხო რჩება თქო, რატო არ ჩაატარეთ თქო? ნუ არ ჩავატარეო. ხო, იმიტომ რომ იცოდი რომ არ იყო, ხო, იმაზე არ იქნებოდა თქო და კიო, ნუ მე ინსტინქტურად დამიდასტურა, რომ იცოდნენ ეს მათი ჩადებული იყო. ერთ სიტყვით 13 ივნისის შემდეგ ამ ადამიანების სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დილითვე გაავრცელეს ინფორმაცია, აჟიოტაჟი ატეხეს, რომ აი ტერორისტული აქტის მომზადებისთვის დავაკავეთ 2 დაღესტნელი მოქალაქე, არანაირი ტერორისტული აქტის ბრალდება არ წაუყენებიათ, წაუყენეს ბრალი იარაღის უკანონო ფლობაში და შენახვაში, რაც ჯარიმიდან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, უკვე 9 თვეს სრულდება 13 მარტს. ეხლა და ნუ თავდება სასამართლო პროცესი, მე ვიცავ მათ ინტერესებს. როგორც ადვოკატი სასამართლოში და 4 მარტს იქნება უკვე ალბათ დაწყებული დასკვნითი სიტყვები. მე იმედი მაქვს რომ ან გამამართლებელი განაჩენი, იმიტომ რომ გამომჟღავნდა აშკარად რომ სასამართლო პროცესზე რომ ეს იარაღები იყო ჩადებული, ან მინიმუმ ისეთი სასჯელი იქნება რომ ისინი უკვე გარეთ გამოვლენ. 6 თვიდან იწყება მოგეხსენებათ ეს სასჯელი და 9 თვე უკვე არის გასული. მაგრამ თავარი ეს არ არის, ჩვენი საფრთხე არის იმაში, აი რას ალეკო მოგახსენათ, რომ ამ ადამიანს აშკარად ემუქრება რუსეთში გადაცემა, ვინაიდან რუსეთი ითხოვს მის ექსტრადირებას და როდესაც ლტოლვილთა სამინისტროში უკვე ივლისში ჩვენ შევიტანეთ მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსების მინიჭების შესახებ, ლტოლვილთა სამინისტრომ 5 თვიანი თითქოს გამოკითხვების და განხილვების შემდეგ გვიპასუხა, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ ის, რომ რუსეთში იდევნებოდაო. და თან ერთ-ერთი ესეთი ძალიან კურიოზული არგუმენტია ამ უარის, ის რა ქვია სამინისტრო, ლტოლვილთა სამინისტრო გვეუბნება ერთ-ერთ არგუმენტად, თუ რატო ეუბნება უარს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, რომ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ჩვენ სიტყვიერად პირობა მოგცა, რომ თუ მას გადავცემთ, მის მიმართ არ იქნება გამოყენებული წამება და არაადამიანური ღირსების შემლახველი მოპყრობა. ანუ
იმ ქვეყნის პროკურორის მოადგილის სიტყვებს ენდობიან ესენი, რომლებმაც 20% ქვეყნის ოკუპაციისა, რომელიც ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინეს და დღესაც ოკუპირებულია და არც დიპლომატიური ურთიერთობა მასთან არ აქვს და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რა შუაშია მისი პირობა, პროკურორის მოადგილის პირობა იმასთან უნდა მიენიჭოს თუ არა ლტოლვილის სტატუსი. მას არ უნდა განეხილა საკითხი გადავცეთ თუ არ გადავცეთ, ეს მას არ ეხება. ლტოლვილთა სამინისტროს ეხება მივანიჭოთ თუ არა ლტოლვილის სტატუსი. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ სასამართლოში, მარტში იწყება ეს ამ ლტოლვილთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით განხილვა და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მაინც გააუქმებს მათ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, პროცედურულად არ აქვს ამის უფლება, უფრო მეტიც ჩვენ ახლა ამ განაჩენსაც გავასაჩივრებთ, სისხლის სამართლის განაჩენს, თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა სააპელაციოში, შემდეგ უზენაეში, ამასაც ვადები და დრო ჭირდება, ალბათ დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე, თუ მეტი არა, და ამ პერიოდში რა თქმა უნდა არ აქვს უფლება რომ გადასცენ, უფრო მეტიც ბოლოს და ბოლოს ყველაფერი რომ ჩვენ საუარესოდ დამთავრდეს იუსტიციის სამინისტროს, თავარ პროკურატურასაც აქვს იმის უფლება რომ უარი თქვას გადაცემაზე და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ესეთ სამარცხვინოს აქციელს ჩვენი ხელისუფლება არ ჩაიდენს რომ აი ეს ადამიანი სრულიად უდანაშაულო და არანაირ შეხებაში არ მყოფი არანაირ ტერაქტთან და არანაირ იარაღებთან ის არის შეიძლება ითქვას აი რელიგიური ექსპერტი ის გარდა იმისა რომ სპორტსმენია და არაფერი ტერორისტთან არ არის დაკავშირებული ის არის რელიგიის სპეციალისტი შეიძლება ითქვას ღმათ მორწმუნე და არანაირი ამის ჩამდენი ის არ არის და აი ეს გადაცემა იქნება არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ საშიშით საქართველოს ხელისუფლებისათვის. მე ვფიქრობ, რომ ამ სიტყვაზე ქალბატონმა მაია არა, ისე მე მგონი მაიამ რო უპასუხოს შემაჯამებლად აი ამ სამ კეისთან დაკავშირებით, უბრალოდ ჩემი აზრით, აი ეს პოლიტიკის ცვლილება და ესეთი ვექტორი, რომ რუსეთთან რაღაცა პირმოთნეობის და რაღაცა თავის მოქონვის პოლიტიკა არის დამღუპელი უბრალოდ ქვეყნისთვის. ეს იმდენად რამდენადაც ჩრდილო კავკასიელებს ეხება ყველაფერი და ახლა ცალკე ლაფანყურის ოპერაცია ის ცალკე საკითხი და ცალკე პრობლემა და ამ კონკრეტულ საკითხებს ის ნამდვილად არ უკავშირდება. მე ვერ ვიტყოდი გამძაფრებული დევნა, მაგრამ პოლიტიკა შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში ახლა მე ამ საქმეში ამ კუთხით არ ვიყავი ჩართული, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ახლა ყველაზე მეტად თვითონ მათ პირადად ეხება და აინტერესებს და თვითონ ის ამბობს, რომ მოდიოდა ინფორმაციები სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ვიღაცეების დევნა დაიწყეს და როგორც ჩანს ეს მართალია, ახლა არ მოეჩვენებოდა მას ეს. სამინისტრომ უარი თქვა იანვარში. არა, მე საერთოდ უნდა წავიდე ბოდიშს მოგიხარ. მე მაინც შემიძლია ხო რა დავიწყო? შემიძლია დავიწყო? მოგესალმებით, ჩვენი საქმე ცოტა განსხვავებულია წინა ორი საქმისგან. ბატონი საიხანმა ჩვენ მოგმართა 2014 წლის 24 იანვარს მისი განცხადებით იგი ოფიციალურად იყო დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დასაკითხად.
მანამდე ამ დაკითხვას წინ უსწრებდა ის ამბავი, რომ ბატონი საიხანი არის საქართველოს მოქალაქე, როგორც უკვე აღნიშნეს, მან 2012 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. უფრო მეტიც იგი მუშაობდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. მოგვიანებით მას 2012 წლის ზაფხულში, უпростоეთ 13 წელში დაუკავშირდნენ პოლიციელები, ის თელავში იყო ამ პერიოდში და სთხოვეს გასაუბრება. ბატონი საიხანი დათანხმდა ამასთან დაკავშირებით. გასაუბრება ეხებოდა სწორედ ლაფანყურის სპეცოპერაციას, იქ ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციას, იქ გადარჩენილ ადამიანებს. ამასთან დაკავშირებით გასაუბრება მოხდა. ბატონი საიხანი ფიქრობდა, რომ ამით დამთავრდა ყველაფერი, მისთვის რაც იყო ცნობილი, მან გადასცეს ინფორმაცია პოლიციელებს. მოგვიანებით იგი იქნა დაბარებული ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში. ეს საუბარი ისევ გაგრძელდა. კონტრაზურვის დეპარტამენტი, კონკრეტულად იქ ერთ-ერთი პირი იყო, რომელიც მას გაეცნო როგორც გიორგი, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს გიორგი არ არის. და ერთი იყო კიდევ კონტრაზურვის დეპარტამენტის გამომძეველი ბატონი გენადი მაისურაძე. ისინი ითხოვდნენ ამ ადამიანისაგან თანამშრომლობას, კერძოდ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ ვინ აფინანსებდა სპეცოპერაციას, ვინ იყვნენ მონაწილე პირები, იცნობდა თუ არა ბატონი საიხანი მათ და ასე შემდეგ. ორ დაკითხვას, ოფიციალურ დაკითხვას ჩვენც დავესწარით, როგორც ადვოკატი, საიას წარმომადგენელი. ანალოგიური კითხვები ისმევა აბსოლუტურად, საიხანს რაც აქვს ინფორმაცია ბუნებრივია სცემს ამ პასუხებს. პარალელურად მინდა გითხრათ, რომ საიხანს აქვს ვიზა, რომელსაც იგი მიემგზავრებოდა ლონდონში ერთთვიანი სასწავლო კურსით. და დღეს მდგომარეობით უკვე 5 ჯერ ჰქონდა მცდელობა, რომ ქვეყნიდან გასულიყო, ამ პერიოდს ეხებოდა ზუსტად იმ მიზნით, რომ სწავლა გაეგრძელებინა, ერთთვიანი იყო ეს ვიზა, როგორც უკვე გითხარით, თუმცა აეროპორტში იგი არ გაუშვეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ არც ოფიციალური პასუხი არ გვაქვს, თუ რატომ არ ხდება მისი ქვეყნიდან მის მიერ ქვეყნის დატოვება, ანუ რა არის დამაბრკოლებელი ან სამართლებრივი ან ფაქტობრივი გარემოებები, მას არ აუხსნეს ამის თაობაზე. მოგვიანებით ჩვენ ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ასევე მთავარ პროკურატურიდან, უფრო მოგვიანებით კონკრეტულად მივმართეთ კიდევ კონტრდაზერვის დეპარტამენტს. და მოვითხოვეთ იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაცია, თუ რატომ შეეზღუდა საიხანს ქვეყნიდან გასვლის უფლება. სამწუხაროდ დღემდე არანაირი პასუხი არ გვაქვს და დავამატებ კიდევ ერთს, რომ ბოლო გასვლის დროს, ანუ 17 თემბერვალს მოხდა ეს ფაქტი, აეროპორტში მასთან ერთად იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც და მანაც დააფიქსირა ეს ფაქტი, რომ მას არ მიეცა ქვეყნიდან გასვლის უფლება. ისე უკომენტაროდ იქნა დატოვებული, თუ რატომ არ მოხდა მისი გასვლა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე ყველა ადამიანისათვის აქ შემოსულისთვის და მათ შორის საქართველოს მოქალაქისთვის გარანტირებული არის უფლება, რომ ქვეყნიდან გავიდეს, შეუზღუდავად დატოვოს ქვეყანა, გავიდეს და შემოვიდეს. ეს შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იგი ეხება სახელმწიფოს უშიშროებას, საზოგადოების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვას, დანაშაულის თავიდან აცილებას, მართლმსაჯულების განხორციელებას. ეს უნდა იყოს კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ შემთხვევაში. ასევე კანონი საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან გასვლისა და შემოსვლის წესის შესახებ მეათემუქლე განმარტავს, რომ პირ შეიძლება შეეზღუდოს ქვეყნიდან გასვლის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი იძებნება სამართალდამცავების მიერ, ან მას აქვს ყალბი ან ძალა დაკარგული საბუთი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საიხანის უფლებები ამ შემთხვევაში ირღვევა, მით უფრო რომ მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია ამ შეზღუდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მისცეს საიხანს თავისი უფლებების, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის საშუალება. ოფიციალური პასუხი დღემდე არ მიგვიღია. 27 იანვარს იყო ოფიციალურად გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ პროკურატურაში, უფრო მოგვიანებით თუ არ ვსწრებ დაახლოებით 1 კვირის უკან იქნა გაგზავნილი კონკრეტულად კონტრდაზერვის დეპარტამენტში. სამწუხაროდ არც ერთი ორგანოდან ინფორმაცია არ გვაქვს. ბატონ საიხანთან ხო არა გვაქვს? შევუცვალოთ ადგილი, ხო? მოგზავნეთ. საქართველოს
ოფიციალური მიზეზი არ ვიცი. თუ მას თუ ეკითხებით კი ბატონო. Они спрашивают, какие официальные ответы, почему они не выпустили тебя из границы. Можно говорить, да? В общем, после моей пресс-конференции... В общем, после того, как меня 2 раза уже не выпустили с аэропорта, без каких-либо объяснений, просто сказали, у тебя проблемы МВД, я дал первый раз 22-23 числа пресс-конференцию, на что стало еще хуже, потому что после того, как я рассказал, что меня незаконно преследует контрразведка МВД Грузии, и что меня не выпускают просто так, без объяснения никаких причин, они уже умудрились мне официально прислать какую-то повестку, что я якобы являюсь свидетелем взятия заложника каких-то граждан Грузии, к которым я вообще не имею никакого отношения. После всего этого никаких официальных заявлений с их стороны не было. Просто условно, вот как устно было сказано, что ты можешь улетать, никаких проблем у тебя нету. После чего меня уже 3 раза опять сняли с рейса самолета. До сих пор никаких объяснений нету. Ни у Чанануашвили и ни одно место, где мы обращались, ни прокуратура, ни МВД, официально никакого ответа нету до сих пор. Уже прошло ровно месяц прошел и больше месяца, до сих пор в Грузии никто не может объяснить, почему я не могу вылететь. После этого еще, после того, как я дал заявление официально, что мне угрожали, мне и моей семье, что меня выкинут в Россию, на растерзание ФСБ, я назвал эти имена Валерий Зумбадзе, Геннадий Майсурадзе, Георгий Георгадзе, никто не отреагировал, ни да, ни нет. Потому что эти люди мне предлагают, во-первых, очень большую сумму денег, также квартиру, дом, машину, работу, все. Или же угрожали, что меня, не говорили, что убьют открыто, но сказали, что отдадут меня в ФСБ и там разберутся. Нету никакой реакции, что меня очень сильно удивляет. Прошел целый месяц. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაღუპვაზე აქვს საუბარი, თუმცა ერთი რამ რაც აერთიანებს, ეს არის საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობა, კონკრეტულად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მუშაობის სტილი, რაც ყოველგვარ კანონის ფარგლებს ცილდება, იმიტომ რომ ადამიანებს არ განუმარტავენ თუ რატომ ხდება მათი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა. ეს მხოლოდ ამ кейსებში არ გამოიხატება, თქვენ წარმოგიდგენთ, არსებობს კიდე სხვა ჩვენს ადამიანის პროექტების წარმოებაში არსებობს სხვა ტიპის საქმეები, სადაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ასაიდუმლოს რაღაც დოკუმენტებს, ამბობს რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება და მიაჩნია რომ მან მოქალაქეებს არ უნდა განუმარტოს თუ რატომ ხდება მისი მხრიდან დევნა. ეს არის ყოველად მიუღებელი და ანუ ჩვენთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველი ორგანიზაციებს არის მიუღებელი და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და კონტრდაზვერვაში მოხდეს როგორც საკადრო ცვლილებები, ასევე მიდგომების შეზღუდვა. იგივე ის პიროვნებები, რაც ჩამოთვალა ბატონმა საიხანმა, იგივე გენადი ზუმბაძე, მე როგორც გვაქვს ინფორმაცია, ის ფიგურირებდა წინა წლებშიც ასევე საკმაოდ დარღვევებით წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით. ამაზე მე მახსოვს, რომ ბატონ ვახტანგ მაისაიას საუბრობდა თავის დროზე და ეს კადრები, რომლებიც წინა წლებში მუშაობდნენ კონტრდაზვერვებზე, დღეს აგრძელებენ მუშაობას ისე იმ ძველი მეთოდებით, რეალურად არათუ იცავენ საქართველოს ხელისუფლებისას და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებას, არამედ პირიქით იქეთქნიან საფრთხეს როგორც თვითონ სახელმწიფოსთვის, ასევე ხელისუფლებისთვისაც. Холодно майяс не добивается. Ты можешь ответить, сколько лет уже здесь живешь? Я тут уже 3 года живу. 2 года я был как Толвелло, беженец я был, статус беженца получил. И как год уже я являюсь Сакартвелло Мукалаки. 3 года я тут живу. ეს იყო 19 აპრილი, ანუ 2013 წლის 19 აპრილი.
დიახ, მოგახსენებთ, ანუ მე როგორც უკვე აღვნიშნე, 17 თებერვალს ბატონი საიხანთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ ადგილზე ოქმიც შედგა ამასთან დაკავშირებით, ეს ოქმიც გამოვითხოვეთ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული წესით ვიდაოთ სასამართლოში ამის უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებით. ანუ ამაზე საია სარჩელს მომზადებს. მე დავამატებ, რომ სახალხო დამცველმა გააკეთა შეფასება ზოგადად საიხან მუზეუმის საქმესთან დაკავშირებით და მას რეკომენდაციებს მინდა. ზუსტად ჩვენ იდენტური შეფასებები აქვს სახალხო დამცველსაც და ის თვითონაც მოითხოვს, რომ ამ საქმეზე მოხდეს მეტი განმარტებები ხელისუფლების მხრიდან. 17 последний. 17, последний раз 17 было. Уже 5 раз. 5 ჯერ სცადა, დიახ. 18, 23, 27 იანვარი, 10 და 17 თებერვალი. და ეხლა 2014 წელი. ეხლა 4 არის კიდევ, ხო? დიახ. ანუ მე ვიცი 2 марта. 2 марта у меня рейс. 2 მარта. უკაცრავად ეს დავამატებ, შეიძლება არ ვიცი ხო თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყოს. ბოლო დაკითხვის დროს, როდესაც მე და საიხანი ვიმყოფებოდით კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, გამომძიებელმა სიტყვერად მიმართა საიხანს და უთხრა, რომ გამოძიების თხოვნა იქნება არ გახვიდეთ ქვეყნიდანო. იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებას აქვს რაღაც ფაქტებისა დასაზუსტებელი და შეიძლება ისევ დაიკითხოთო. ანუ ეს არის ჩვენი თხოვნაო, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გინდა გახვიდეთ, გინდა არ გახვიდეთო. ეს იყო მისი სიტყვიერი, ასე ვთქვათ, საუბარი საიხანთან იმ შემთხვევაში. ბოლო და დიახ. ეს რა ვერ ანუ ოფიციალური ორგანოების მხრიდან ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არანაირი მინიშნება არ ყოფილა, თუმცა ამაში საშიშრობას და საფრთხეს ნამდვილად ვერ ხედავ, თუ კი ადამიანი ანუ შესაბამისი ოფიციალური პირი ოფიციალურად გეტყვის ამას, ან გაგიმარტოს, რომ ეს საფრთხე არის. მე მგონი ამას წინ არაფერი არ უდგას. მაია ხუციშვილი.